11 წლის ასაკში დაქორწინებულ ეთნიკურად აზერბაიჯანელ გოგოს ქმრის ოჯახმა აბორტი მეორე ორსულობაზე იძულებით გააკეთებინა. ნაყოფი მდედრობითი სქესის იყო, ქმარს კი ბიჭი უნდოდა. აბორტის გამო მოზარდს ჯანმრთელობა დაუზიანდა და ორსულად აღარასდროს ყოფილა. ერთ-ერთი სკოლის 13 წლის მოსწავლე სრულწლოვან მამაკაცზე დაინიშნა. ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა. მამა ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, დედა ემიგრაციაში იმყოფებოდა, ხოლო არასრულწლოვანი გოგო ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და სკოლაში თითქმის არ დადიოდა. ესაა ამონარიდი, სახალხო დამცველის ანგარიშიდან, რომელიც ადრეულ ქორწინებას ეხება. ანგარიში წერია, ქვემო ქართლში გამოკითხულმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ნიშნობისა და იძულების ფაქტები არც ისე იშვიათია. გაიხსენეს შემთხვევა, როდესაც მეოთხე კლასელი გოგო დანიშნეს აზერბაიჯანულ თემში. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი ხშირად სიღარიბეა. განსაკუთრებით ცენტრი დამუშავებულ სოფლებში ვხედავთ ამ რეალობას. აითაჯ ხალილი უფლებადამცველი და აქტივისტია. იგი აზერბაიჯანულ თემში არსებულ ერთ-ერთ მძიმე გამოწვევაზე, ადრეულ ქორწინებაზე წლებია საუბრობს. მთავარ მიზეზად კი სოციალურ პრობლემებს ასახელებს. ძირითადად ადრეული ქორწინების შემთხვევები არის დაკავშირებული სოციალურ სიდოქჭერასთან, იმიტომ რომ ფაქტიურად, როგორც ვთქვი, იქიდან გამომდინარე, რომ გენდერული როლებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, არის ზოგადად საზოგადოებაში მიღებული მოსაზრება, რომ ჩვენ თუ ხალი ხარ, აუცილებლად უნდა დაქორწინდე და შენი ოჯახის შექმნა უნდა წახვიდე, უნდა დატოვო ოჯახი. არის მოსაზრების დონეზე, რომ თუ ისედაც წასასვლელი ხარ, რაც უფრო მალე წახვალ და რაც უფრო შეუმსუბუქებთ ოჯახის ისედაც რთულ ყოფას. ხო? და გოგოებიც ამ შემთხვევაში ესე უყურებენ. უმუშევრობის მაჩვენებლით ქვემო ქართლი პირველ ადგილზეა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებში არსებულ გამოწვევებს წლებია იკვლევს ადრეული ქორწინების ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ უთანასწორობას ასახელებს. ძირითადი ფაქტორები, რასაც ოჯახის წევრები ადრეული ქორწინების დროს ასახელებენ, პირველი ეს არის სიღარიბე, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ხოლმე მრავალშვილიან აზერბაიჯანულ ოჯახებში და მეორე ეს არის პერსპექტივის არარსებობა, რომ ისედაც საქართველოში ზოგადად აზერბაიჯანელებისთვის და მით უმეტეს ქალებისთვის რთულია განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შემდგომში დასაქმება და ისეთი მხარდაჭერა ამ თემის, რომელიც მათ სოციალურ მობილობას გაზრდიდა და მათ შემოსავლებსაც გაზრდიდა. ამიტომაც თითქოს მაშინ, როდესაც სხვა პერსპექტივა არ არის, ქალებისთვის ადრეულ ასაკშივე დანახულია ქორწინება როგორც გამოსავალი. ადრეული ქორწინების როგორც მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად უფლებადამცველები განათლებას მიიჩნევენ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2022 წლის კვლევაშიც განათლება ადრეული ქორწინებისა და პატრიარქალური წნეხის დაძლევის უმთავრეს იარაღად განიხილება. ძალიან აშკარაა, რომ ქალებს იმ სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურები ჩაგრავს, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი. და განათლების საკითხი ნამდვილად ცენტრალურია ქალებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სათანადო ხარისხიან განათლებას ეთნიკური უმცირესობებისთვის და ყველაზე უთანასწოროა განათლებაზე, როგორც რესურსზე, ხელმისაწვდომობა სწორედ ეთნიკური უმცირესობებისთვის. სახალხო დამცველის ანგარიშშიც წერია, რომ ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სოციალური ნორმები და პრაქტიკა, სიღარიბე, დაუცველობა, ბავშვობის ასაკში ქორწინება თავისი არსით ქორწინების იძულების ფორმაა. არასრულწლოვანთა ქორწინება მიიჩნევა იძულებით ქორწინებად, ვინაიდან ერთ ან ორივე მხარეს არ გამოუხატავთ სრული, თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა. რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ კვლევაში კი ვკითხულობთ, რომ ადრეული ქორწინება ის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების მთელ სპექტრზე, განათლების მიღებაზე, დასაქმებაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე. ასევე ადრეული ქორწინება ოჯახში ძალადობის რისკ ფაქტორია.
უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ადრეული ქორწინება არა მხოლოდ ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა. ამას მოწმობს სახალხო დამცველის ანგარიში, რის მიხედვითაც ადრეული ქორწინების შედეგად დაზარალებული 17 გოგო ეთნიკურად ქართველი იყო, ხოლო 9 აზერბაიჯანელი და 1 სომეხი. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის იურისტი თამარ ლუკავა ასევე მიიჩნევს, რომ ადრეულ ქორწინებას პოლიციის მხრიდან სუსტი რეაგირება ახლავს თან. შესაბამისად, ადრეული ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ აქვს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ დაიცვას ბავშვები ადრეული ქორწინებიდან. მოგეხსენებათ, თემთან ენის ბარიერის პრობლემაც არის და მნიშვნელოვანი არის, რომ თავიანთ ენაზე, გასაგებ ენაზე გქონდეთ ინფორმაცია, ხელმისაწვდომი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. ასევე გამოვლენის პრობლემა არის სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენ ვიცით ერთეული შემთხვევები, ეს ის შემთხვევებია, როდესაც არასრულწლოვანმა გააჩინა ბავშვი და სამედიცინო დაწესებულებამ შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ და ესე დაიწყო გამოძიება. მოტაცების შემთხვევაში გამოძიება ხშირად 140 მუხლით იწყება, რაც 16 წლამდე მოზარდთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა უფლებადამცველთა ნაწილი ამ კვალიფიკაციასაც ეჭქვეშ აყენებს და ფიქრობენ, რომ საქმე გაუპატიურების მუხლით უნდა აღიძრას. სქესობრივი დანაშაული თუ არის მომხდარი, ის აუცილებლად არის გაუპატიურების შემადგენელი ნაწილი, ვინაიდან თავისუფლების უკანონო აღკვეთილ არასრულწლოვანს განსაკუთრებით შეუძლებელია ქონდეს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა და ამიტომ ყველა შემთხვევაში ითვლება, რომ ეს არის გაუპატიურება. და ვინაიდან გაუპატიურების მუხლი ბევრად უფრო მძიმე სასჯელს ითვალისწინებს, სამწუხაროდ ამ პრაქტიკით გამოდის, რომ მოძალადე ბევრად უფრო მცირე სასჯელით შესაძლოა გათავისუფლდეს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რამდენად შედეგიანად ებრძვიან ქვემო ქართლსა და დანარჩენ საქართველოში ადრეული ქორწინების პრაქტიკას, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს. პასუხი არ მიგვიღია. რასაც ვუსმენ მათი მხრიდან არის ის, რომ ძალიან ბევრი ალტერნატიული რეალობები არის, რომლის განცდაც და რომლის გამოცდილებაც მას სურდათ, უბრალოდ ამის საშუალება არ ქონდათ. ფიქრობენ იმაზე, თუ მაგალითად თუ გახდებოდნენ იმ პროფესია თუ ეკნებოდათ, როგორი ცხოვრება ეკნებოდათ. ან თუნდაც ცოტა დიდ ასაკში თუ შექმნიდნენ ოჯახს, როგორი რეალობა ეკნებოდათ, როგორ გაზრდიდნენ შვილებს. იმიტომ რომ ფაქტიურად შენ როდესაც თვითონ ხარ ბავშვი და შემდგომ უკვე შენგან ასევე დამატებით მოგეთხოვობა, რომ შვილი გაზარდო, გაარჩინო, გაზარდო, ეგეც ერთ ციკლში ტრიალებს რა ეს ყველაფერი. 2023 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო მოკლეს. იგი იმ დღეს ეგრეთ წოდებული ქმრისგან გაქცევას ცდილობდა, მაგრამ მოძალადე ქმარი გზაზე წამოეწია და ესროლა. აითად შახმაროვა იძულებით ქორწინებისა და ეგრეთ წოდებული მეუღლისგან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო. მკვლელს უვადო პატიმრობა მიესაჯა. ასევე დააკავეს აითაჯის დედა და ბიძა, როგორც ადრეული ქორწინების თანამზრახველები. აითაჯი ნახიდურის სასაფლაოზეა დაკრძალული. მის საფლავს ამ სოფელში მცხოვრები მამა უვლის.